სოფლის მეურნეობის და საქართველოს ხორბლის და პური პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით წისქვილ კომბინატების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ხორბლის უხმოსავალზე ისაუბრეს. ხორბლისა და პური პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული წისქვილ კომბინატების სულ მზადყოფნაშია შეისყიდოს ხორბლის მოსავალი და ხელი შეუწყოს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას. მეორე სეზონია, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო ჯიშთა გამოსდა და ხორბლის ჯიშების დარაიონება საქართველოს რეგიონების მიხედვით. წლევანდელ სეზონში მიღებული გვაქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი დონე, რეკორდული დონე შეიძლება ითქვას და ადგილობრივი ხორბლით დავაკმაყოფილებთ ქართულ წისქვილ კომბინატებსაც. წისქვილ კომბინატები მზად არიან მიიღონ ქართული ხორბალი, გადაიხადონ მასში ფიქსირებული ფასი. ეს იქნება ფასი, რომელიც ფიქსირდება შავი ზღვის აუზში იმპორტირებული ხორბლის ფასიდან გამომდინარე და ერთი ხაზგადმული აღნიშნო, აუცილებელია, რომ ხარისხობრივი მაჩვენებელი უნდა შეესაბამებინოს იმ სტანდარტს, რომლის ფასის გადახდილი იქნება.